რა იდილიურია ადრიანი თბილისური დილა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. აი პირველი დამრღვევებიც გამოჩნდა. არა, არ მეჩქარებოდა, იშვიათად მეჩქარება, დღეს მეჩქარებოდა და გადმოვედი. რა გარანტია გაქვს რომ მანქანა არ დაგიდო? ხიზელია რო ძალიან. ხედავთ რას მოვესწრით. ქართველი გოგონა გვიცხადებს ხიზერი ვარ. როგორ შეხებდი? სკოლაში არ დავდივ. მერე როგორ გაჯახოს მანქანა არ გეშინია? რა ვიცი, გვეჩქარებოდა ძალიან და ვეღარ მოვასწრებით. მანქანა რო დაგიჯახოთ მერე. სწორი ხარ. Почему нарушил? Нарушил. Допустил глупость. Ну почему? Почему? Вы же нарушаете сознательно это. Да глупость допустил. ამ ადგილას გადასვლაც აკრძალულია და მანქანის გაჩერებაც. ყველაფერს თავი დავანებოთ. შეგნებული დედა ამას ჩაიდენს. არ ვიცით რა დავარქვათ ამ ადამიანის აქციელს. ტკინის ზღუდეებმაც რომ ერთ დააკავეს და შუა მოედანზე ამაყად მოაბოდებს. გონი შეგვამჩნია კიდეც. და წეღანდელი სიამაყეც თვალსა და ხელშუა გაქრა. თუ არ ეჩქარება, ყველა არავინ არ დაარყოს, მე მგონია. ამ დროს რა ყველაფერი გეჩქარებათ? ტიკიტატებში ეჩქარებოდა, რა თვითონ გადაწყვეტა. ეხლა ხო ტიკიტატებში ხარ გაჭრეშკარ. მე ეჩქარებოდა რა ვიცი. სათვიშქარება. ინსტიტუტში. ქალაქის პატრიოტებად რა? ქალაქის პატრიოტებად. ძალიან მიყვარს თბილისი. ვიღარ მე თბილისელი ხარ. ვიღარ. რა ოთან თბილისში როგორ მოვიდოდი? ტექნოლოგიური პრობლემა. ნაგავაკი საინახეთ, თქვენი ხალხი და რა არგო? არა შეჩქერება. მიზეზი მქონდა თორე არ გადმოვიდოდი. რამე აი რო დაგეჯახოს მანქანა ჩემ ბრალი. აი იგი რო იყოს ერთი 100 ჯარი მაქვს ამ დარგო. ხო არ დაარღო? თუ საქმე მოითხოვს და სახელმწიფო დავარღო. როგორ დაარღო? ეს იგი 100 ხელფასი გქონდა. როგორ დაარღო? ერთხელ დაარღო, მეორე დაარღო. არ მოგწეს, ეს დაარღო და მე გადაგიხდი. მესამე ხო ვერ გადაიხდი. ან რო გეშინოდეს თქვა, ხო არ დაარღო? არ გეშინია დაარღო? ახალი ზანდა. არ გეშინია. არ შეიძლება არ დაგვაფიქროს ავტოინსპექციის წარმომადგენლის ამაღიარება. მართლაც და სად არის გამოსავალი? ეს წარმოუდგენელი ქაოსი ხომ დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე, პლეხანოვის პროსპექტზე ხდება და მისი მონაწილენი ეგრეთ წოდებული ნამდვილი თბილისელები არიან. აუცილებელი იყო რომ დაგერღვია, დაურღევლად ხო შეგეძლო ზემოთ მოგბრუნებინათ იქ სადაც. ნუ ავუხვია ზევით ავედი და მე მოვხვიე და. კი, მაგრამ ის ნიშანი რამდენი მეტრზე მომქმედებს? სადა იყო განსხვავება? არ იცით მოგროვის ესება. დადუარღო. ასახვევი არ არის იქ და. ოსახვევი ძალიან ზეით არის და ყველას მოკლედ უნდა. გამოდიეთ ეს ერთხელ. არ გამოდიეთ.
რამდენ საპატიო რა? რატომ აღვთ მოძრული? არ დამბირგვევეც მაგალითად ზეიდან და მოუხვიე. ამხრივ ადამიანებს ძანდები, თეთრი თმები. ეგ ლაზი მალაპარაკე, ბითა იმდენი არ მისის რომ მალაპარაკებ და სერამ კაც. მე თოი დაგერ ზაილდერ ძილის შვილი ზის ძილის და სამაკუბოჯ ბიტეს ბავშვი. ორჯონიგის ქუჩაზე რატომ მიდიხარო? თანაც თქვენ რომ ორჯონიგის ქუჩა სულ სხვა მხარეს არის. აკედა ხომ მიდიოთ ნაბერეში. აუცილებელი ხო დაგერღვია. ადამიან რომ თქვენ თანაც მამედოი რომ ჯალილა მაგის ბიძა ვარ მეთქე. მეთქე არ ბიძა ხარ თქვენ? ამ ბილი ბიძა. არ ვერე რა ვქნათ რო კარგად იყავით რადგან დეკერით ეხლა კიდე დაბადეთ კიდე დამხრიდეთ რა. უნდა დაარღვიოთ ვერე ბიძა რომ. არ ვარღვევით ეხლა ცოტა ხო ნახეთ ზეიდან დავარღვია. არ უნდა დაარღვიოთ. მე ხო გძნობ ჩემ დანაშაულებს რა თქმა უნდა ლაპარაკე. დამნაშავე ვარ ბატონო. დამნაშავე ვარ. როდის იხდით? ბოდიში მოგიხადეთ და მაბატე თქო გთხოვეთ და ეხლა დანარჩენი თქვენზეა და მაბატე მეორე და აღარ გამემეორებ დანარჩენი Вы что, нашли умное, что ли, решение? Вон, посмотрите, сколько частных. Что это другие? საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლთა თავგასულობა ჩვენს დედაქალაქში ნამდვილ პრობლემად იქცა. უფრო სავალალო ის გახლავთ, რომ უდისციპლინო მძღოლებს მათსავით უდისციპლინო მგზავრები უდგებიან კომაგებად. ასეთები კი როგორც დარწმუნდით ბევრნი არიან. აი, ლოგიკური შედეგი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელით გარდაბნის რაიონის სახალხო სასამართლო თავმჯდომარე ხაბაშვილი სახალხო მსაჯულები გერმანიშვილი ქვათაძე დაადგინა მეჰმან მაგამედოღლი მამედოვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს ssr სისხლის სამართლის კოდექსის 251 იმუქლის მესამე ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა